კი ბატონო. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში ზოგადად რა თქმა უნდა ჟანგირის დასვით მათს ამ გათხოვების საუბრობთ, რა იყო თავარი მიზეზები ასეთი მარცხის და მეორე კითხვა იქნება, ანუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად. პირველ რიგში მეც მოგესალმებით. პრინციპში ასეთ ფორმატში ამ თამაზე საუბარი ცოტა დაგვიანებული შეიძლებაც არის. მაგრამ ეხლა მესმის თქვენი რომ პრინციპში ეს ლაპარაკი უნდა ყოფილიყო ვილნიუსში და არა თბილისში თამაშის მერე. იმიტომ რომ მართლა რაც მოხდა მიუღებელია ყველასთვის, რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის, გუნდისთვის, გულშემატკივრისთვის და მთელი საქართველოსთვის. ახლა მიზეზები ბევრი არის, რომ აქამდე მივედით, ამაში ზოგადად ჩვენც ვარ დამნაშავე, ზოგადად სხვებიც, ზოგადად საერთოდ რა სიტუაცია არის ქართულ ფეხბურთში, ისიც ყველაფერი სალაპარაკოა, სამწუხაროდ, რატო ვერ იმარცხენით, ალბათ სათადარიგოდ ვერ მოემზადეთ, არ მქონდა იმის საშუალება, რომ მომზადებულიყავით, ეგეც სამწუხარო არის. ახლა სიმართლე რო გითხრათ, მე როგორც მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი პასუხისგებლობა ჩემზე მოდის, იმიტომ რომ მე ვარ მწვრთნელი და ესეთი მარცხი რო არის, პირველი პასუხისგებლობა მწვრთნელმა უნდა აიღოს თავის თავზე, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვძნობთ. ვეცადეთ ეს დღეები, ეს ყველაფერი უკან მოგვეტოვებია და წინ გავიხედოთ და ეს არის ჩვენი ყველას მიზანი. თუ ამაში ჩარჩენა და ამაზე ფიქრი და ამაზე ის აქცენტის გაკეთება შორს უნდა წაგვიყვანს, რა თქმა უნდა, ანალიზი არის გასაკეთებელი. ჩვენ გქონდა ამ თემაზე ლაპარაკი. და რაც შეეხება ახლა სხვა დანარჩენს, ალბათ გექნებათ კითხვები და ამ კითხვებს ყველას პასუხი გაეცემა. საბადა სავა პრივილეგიებულია. მანამდე მქონდა ხელი აწეული და ასტროს მოებს. პირველი თამაშის შემდეგ ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს წარმოედგინათ, რომ ლიტვაშიც კი რომ ამ თამაშში ჟალგირისი არა, ლიტვაში არა, არ დაგეთანხმები რა. ლიტვაში არ იზრობდნენ, რომ იქ დამთავრებული იყო თამაში. თქვენ კიდევ კაი იქ იყავით და დაინახე, რომ იქ არ იზრობდნენ ისინი, რომ ეს თამაში დამთავრებული იყო რა. თქვით თუ არა, რომ ზოგადად ქართულ თქვენ ასე სიტუაცია, რაც არის ქართულ საკოლო ფეხბურთში, ქართულ გუნდებს არ მახსოვს დინამო თბილისის საუბარი, ზოგადად ქართულ გუნდებს ბოლო წლების განმავლობაში მიღებული წარმატებების შემდეგ წაგებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა და მაშინაც კი როცა პირველ თამაშს სამწუხაროდ მოგებული ზოგადად ქართულ გუნდების თავს წაგებულის მენტალიტეტი არის და მეორე შეკითხვა მექნება თქვენ როგორც ჩემი ინფორმაციით მიიღეთ გადაწყვეტილება გიორგი ლორია წავიდეს გუნდიდან აღარ იყოს თქვენი გუნდის თავარი. წაგების მენტალიტეტი თვითონ იმასაც რო გადახედო, რა ქვია იმას, ეს არ არის, რა ქვია იმას 55 ქვეყნიდან საქართველოს ფეხბურთი არის 53-ზე. ესეც მეტყველებს რა და ეხლა თუ იმას გავითვალისწინებთ, რა არა საფეხბურთო ქვეყანა არის ევროპაში, ხო? ეს უფრო კატასტროფულს ხდის ჩვენს სიტუაციას საქართველოს ფეხბურთში რა. და რაც შეეხება ლორიას, ხო? მე ლორი ჩვენ ლაპარაკი ქონდა ამ იმაში, რომ მოვთხარი, რომ სამწუხაროდ დღევანდელი თამაშის მერე მე შენ დღევანდელი დღის მერე შენ მე როგორც პირველ მეკარედ არ განვიხილავ შენ იმას, იცოდე რომ მეტი შანსი არ მოგეცემა დანარჩენი სახვალ ხელმძღვანელობასთან დაილაპარაკებთ და რა გადაწყვეტილებას მიიღეს ხელმძღვანელობა, იმის მიხედვით ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენ იმას რა. რა ქვია იმას, თანამშრომლობას. და მაინც ახლა მე მგონია რომ მე რო ვილაპარაკებ ალბათ იმ კითხვებზეც, რა კითხვებიც გააქვს და რაც არ არის, იმაზედაც ალბათ ამას პასუხი გაეცემა. სამწუხაროდ როგორც გითხარით, არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სწორად მომზადებულიყავით ამ თამაშისთვის, პრევიუს ამას ტრამვებმაც
დიდი როლი ითამაშა დაცვაში რაღაც პრობლემები ჰქონდა პირველ თამაშის დაემატა რომ თვითონ თამაშზეც დამცველმა მიიღო ტრავმა მოგვიწია რაღაც გადაადგილებების გაკეთება რა თქმა უნდა სამწუხარო ვარ რომ ისიც რომ ამ თამაშის წინ ძალიან რთული თამაში მოგვიწია გურიაში მარტო თამაშზეც არ არის აქ ლაპარაკი ის არის რომ 6 საათი უნდა წახვიდე გურიაში თამაშიც ახვიდე 2 საათი იქ ითამაშო ამ წვიმაში ამ წვიმამდე ცუდ მინდორზე მე კიდევ ისე 6 საათი უკან სულ რაღაც 3 დღე გაქვს ამ თამაშის მოსამზადებლად რაღაცა მე მგონი ეგეც ამანაც დიდი როლი ითამაშა და რა თქმა უნდა დიდი როლი ითამაშა იმათაც რომ ხელოვნურ მინდორზე ვითამაშე და სამწუხარო ის არის რომ ეს თამაში რომ მოგვიწია ამ თამაშის თამაში ხო ამაში პირველ რიგში ჩვენ ვართ დამნაშავეები იმიტომ რომ სულ რაღაც 1 წლის თუ 2 წლის უკან გუნდი UEFA-ზე თამაშობდა და ვერ მოვილაპარაკეთ რომ გადადებული იყო თამაში და ეს არ არის ახლა შეიძლება ვიღაცამ მკითხოს რომ ფედერაცია ეს ფედერაციის ბრალი ეს თვითონ გუნდების ბრალია და სამწუხაროდ ჩვენი გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებად მივიღეთ მაშინ ის დახვდა წინ ზუსტად 5 დღის უკან ნუ ახლა მე როგორ ვწდებს რა თუ რამის გაკეთება შემიძლია ალბათ თამაშზე რო უყურებდი ალბათ მინდორზე უნდა შევარდნილიყავი და ჩამეშალა თამაში მარტო ერთი გამოსავალი ეგ იყო რა მე ბევრჯერ მილაპარაკია ქართულ ფეხბურთზე ბევრჯერ მილაპარაკია სიტუაციაზე ბევრჯერ მილაპარაკია ისა რომ რა ნიჭიერი ერი ვართ ქართველი ერი ამ ფეხბურთში მაგრამ სამწუხაროდ მარტო ნიჭი არ კმარა რომ ფეხბურთის თამაში მოიგო რა დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ ფეხბურთში ფიზიკურ მომზადებას და თავდადებას სამწუხაროდ ეს ჩვენ გვაქვს ნუ გარკვეული მიზეზების გამო იმიტომ რომ უკვე უყურებდი ბოლო 20 წუთი უკვე იმის თავი არ ქონდა რომ თამაში გავიგრძელებინა და ზუსტად ეს იყო თორე ახლა მე პირდაპირ გეტყვით რა რომ ამ გუნდზე უფრო უკეთესი გუნდი ვიყავით და ჩვენ დავამტკიცეთ პირველ თამაშზე ნორმალურ მინდორზე თამაში სადაც 3 გოლი გავიტანეთ და კიდევ ერთი 3-ის გატანა შეგვეძლო რა სამწუხაროდ ეს არ მოხერხდა მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ის არის ახლა რომ აი ეს ზოგიერთები ნუ ჩასაფრებულ სიტუაციაში რო არიან და ყოველთვის ესეთ რაღაცებს ელოდებიან რომ გამოვიდნენ და ამდენი ბოღმა, ამდენი შური, ამდენი ისა რომ გადმოახვიონ რა რომ ყველანაირად გადაუვარონ ყველაფერს, ყველანაირი ის მოსყო რა ეგ არის უბედურება რა. სამი თვე აქა ვარ და ყოველდღე მაგას ვიძახი რომ ხალხო მოდი სტადიონზე გუნდს დაეხმარეთ, ქართულ ფეხბურთს დაეხმარეთ. გუნდს ვერ შემოუდექით. და 2000 კაცი ვერ შევკრიბეთ ჩვენ სტადიონზე, ლოკომოტივის სტადიონზე რომ მაგრამ ნუ პრინციპში ჩვენ ახლა იმდენი ხალხი რო ყოლოდა რაც მე ჟარგერისში დავინახე ხო ალბათ იმ გუნდს ჩვენც მოვუგებდით ერთი 5-6 გოლს გავუტანთ ისედაც 2000 გულშემატკივარით 3 გავუტანეთ და კიდევ 3-ის გატანა შეგვეძლო რა ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება რა ვარაფრის გაკეთება არ გვინდა და ყოველთვის აი ესეთ მომენტებს ველოდებით რომ ყველაფერი მიწასთან გავასწოროთ რა ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურება რომ ამდენი ლაპარაკის მერე წაგებული თამაშის მერე მე მგონი 1.5 მილიონი ხალხი გვაგინებს და გვაფურცებს და იმაშობა და ამ 1.5 მილიონი ხალხიდან თუ მართლა ეს ედგება ამ ხალხს გული ხო 1%-ით რო სტადიონზე მოვიდეს ხო ალბათ სიტუაცია უფრო სხვანაირი იქნება ქართულ ფეხბურთში რა ნუ ახლა მე პირდაპირ გეტყვით მე ძალიან ბევრი ვიფიქრე თამაშის მერე და მართლა ახლა მეც რო ახლა ეს გუნდი თავიდან რო ჩამებარებინა რა ქვია იმას ამ დაკომპლექტება ამ გუნდის ისა რა ქვია იმას მომზადება და რაღაცა ხო ალბათ იმ მინუსთან მე თბილისში ჩამოვიდოდი სახში წავიდოდი რა იგე მაგრამ არ მინდა ის მივატო შუაგზაში რაც დავიწყეთ ჩავებარეთ გუნდი რომელიც გასავარდნე ზონაში იყო და დღეს ერთ-ერთი პრეტენდენტი ვართ იმისი რომ საქართველოს ჩემპიონები გავხდეთ რა და ჩვენ გასაკეთებას გავაკეთეთ ბოლომდე ახლა გასაგებია ეს ყველაფერი გულდასაწყვეტია ესეთი რაღაცა მოხდა
არა, წინ უნდა გავიხედოთ, უნდა ჩავჩეთ იმ იმაში რა, როგორც ქვეყანა არის ჩარჩენილი ამ ბოღმაში, ამ შურში და ამ იმაში 35 წელიწადია უკვე ვერ დავლაგდით, ვერ იმასკენით და ჩვენ გვინდა რომ ფეხბურთი დალაგდეს მათო. ამიტომ ეს ყველაფერი იმას მიუთითებდა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება თვითონ ამ ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან რომ თვითონ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს მარტო თბილისის დინამოს წარმატება არ არის, ეს მარტო იბერიის წარმატება არ არის. ძალიან მიხარია რომ იბერიას თამაში გადაიდო გორის დილასთან, რომ გუნდი დათანხმდა, მაგრამ დათანხმებაზეც არ არის ახლა პარაკი. როცა ესეთი თამაშები არის და როცა ესეთი სიტუაცია არის, მე მგონი რომ ალბათ კაი იქნება თვითონ ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და არ დაელოდოს არავის იქ რომ მოელაპარაკონ ან კიდო შეთანხმდნენ ან კიდო რაღაცა რა. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებში და სხვა სიტუაციაში ქვეყნები ყოველ მესამე დღეს და ყოველ მეოთხე დღეს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ აქვს, ჩვენ ამის ძალა და ჯანი და ღონე არ აქვს და ეს გამოჩნდა კიდო ამ თამაშზე რა, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ხლა წარმოიდგინეთ პირველი ტაიმის მერე 1-1 იყო და 45 წუთი არის დარჩენილი და 4 გოლი უნდა გაუშვა რომ თამაში წააგო რა. ახლა წარმოიდგინეთ ამ გუნდს თუ ყავდა მწვრთნელი, თუ ყავდა ფეხბურთელები, თუ ყავდა ისა, ხო, რა მოხდა, მაგრამ მიზეზები გითხარით რა, არა ვარ იმისთვის მზად, რომ ამ ხელა დონეზე აი ესეთ სიტუაციებში ბოლომდე მივიყვანოთ ის დაწყებული საქმე იმას გულისხმობ, რომ სამწუხაროდ მქონდა აქ მოგებული და ვერ შევძელით. მაგრამ ეს თავის გამართლება არ არის, ეს არის ფაქტები, რა ფაქტებიც იყო და ამას ვლაპარაკობენ და რა ვიცი, ალბათ კარგი იქნება, რომ მომავალში უფრო უკეთესი მომზადების საშუალება იქნება გუნდებისთვის რა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ეს ფორმატი იმიტომ შეიცვალა ჩემპიონატის, რომ რაც უფრო კარგად მომზადებული შეხვედრილიყვნენ გუნდები ამ ევროტურნირებს, ეგ ერთი თამაშის გადადება ალბათ მე მგონი ეგეც პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ფეხბურთის ფედერაციის ბრალი არ არის, თვითონ ჩვენი გუნდების ბრალია, რომ ერთმანეთს არ ვეხმარებით ესეთ მნიშვნელოვან თამაშებში. და ეს იყო რა, პრინციპში გულდასაწყვეტია ისიც, რომ თურმე ვიღაცები გამოსცენ ახლა და რა ქვია იმას ესენი რომლებიც ამ ფეხბურთზე დღე-დღე ფიქრობენ, ეუბნებიან იმის ფიფას, რომელსაც ასობით მილიონი აქვს ჩადებული თბილისის დინამოში და ქართულ ფეხბურთში, რომელსაც დადიხართ თქვენ ხშირად და ნახავთ, რომ ესეთი ბაზა, ესეთი მშვენიერი მინდვრები, მშვენიერი სასტუმრო, საცხოვრებელი, ჭამა-სმა, დღეში სამჯერ, ყველანაირი ისა. იმის მაგივრად, რომ ვეძახოდეთ ხალხს ფიფიასნაირს და სხვაებიც რო არიან 1-2 მოვიდნენ და ქართულ ფეხბურთში ფული ჩადონ, უკვე წარმოიდგინეთ, უკვე იმ დონეზეც არიან მისული, რომ ესეთ ხალხიც აღარ უნდათ აქ, რომ აქ უნდათ საერთოდ ფეხბურთი მოისპოს რა. და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და რა ვიცი, სანამდე უნდა ვიყოთ ამ ბოღმაში და ამ შურში და ამ ჩასაფრებულ სიტუაციაში. კიდევ ერთი გეუბნები, თუ კი ვინმე დამნაშავეა, მე ვარ მცდელი და მე ვარ დამნაშავე და ახლა ალბათ კიდევ ერთი ის მამშვიდებს, რომ თუ რამე არის დასამშვიდებელი იმ თამაშის მერე ის, რომ გუნდს აქვს იმის შანსი, რომ ჩემპიონი გახდეს. დამთავრდება სეზონი და ალბათ მე უკვე დავждები და დავილაპარაკებ როგორ რა უნდა გაკეთდეს და ახლა ეს ყველაფერი ემთხვევა ჩვენ ერთმანეთის იმაში, ალბათ გაგზელდება ჩვენი ურთიერთობა თუ არა და რა აზრი აქვს. მე ჩემთვისაც ნელი იყო მე ეგეთი სიტუაციაში პირველად მოვხდი, მაგრამ რა ვქნა, ალბათ რაღაცა ყოველთვის პირველად ხდება რა. ლაშა მაგდალერე სამწუხაროდ კარიერაში მსგავსი მარცხი არასოდეს არ გავიცადე, საზამიანურად ნამდვილად ფიგურები საფედი ქონდა ყველაფერი აღბიჭილი და მესმის ეფოში. შეიძლება მოსავით არ მესმის იქ რო ხარ, მაგრამ ყველას რა მაინტერესებს, იცით? თქვენი გამარჯვების კარიერიდან გამომდინარე ყოველთვის რა აი რატო არ აღმოჩნდა მე ხა ფეხბურთელებისგან კი არ ვიშურხებ. გუნდში თუნდაც ლიდერი რაღაც აი დემორალიზებული იყო და მწვრთნელმა რაც არა უნდა უთხრას ფეხბურთელს, შენ თუ მოედანზე
არ როგორც იტყვიან ბოლომდე აი კბილები, გიგრით რაღაც შენ თავს არ გადაახდია ასეთ სიტუაციაში, იმიტომ რომ ისე მიდიოდა თამაში, რომ ერთი მერე სამი თვე რაღაც და ისე დაიშალა გუნდი, რომ ერთი კაციც აღარ აღმოჩნდა ვიღაცა, რომ ერთი კი არა, მაგ დროს რამდენიმე კაცი გასაგებია ახლა, რომ იქ ხელოვნური მინდორი უგრეხელიძის ტრავმა ძალიან დიდი გავლენა იქონია, იმიტომ რომ ფაქტობრივად დაცვის ხაზი ჩამოიშ პირველ თამაში და ამაგრად იდგა უგრეხელიძე და შეავწევ ცალკისი უწევ დაიმტრა და ესა და რაც ალბათ ამ თემაზეც გექნებოდა და თვითონ ფეხბურთელების გამოძახილი როგორი იყო, ის როგორი იყო, რომ რაღაცა რეაქცია ამ ყველაფერზე რა, ახლა გასაგებია, თქვენ რაც უნდა დაუხალოთ ესა უშუალოდ პროცესი სიტუაცია ერთ კაცს შეუძლია მოედანზე შეწოვოს რაღაცა გარემო ასე ვთქვათ და ხო, ნუ პრინციპში კი, ნუ რაღაც მომენტები იყო, ეხლა თამაში 3 დღეს ვაგებდით, ჩვენ რაღაცა შეცვლა გავაკეთეთ, გამოვიყვანეთ ვაცა, რომელიც გითხარით რა. ერთი სიამოვნებაა ესეთ პიროვნებებთან გუნდში ყოფნა, მინდორზე ყოფნა, ვარჯიშზე ყოფნა. თუ რაღაცნაირად თითქოს და მეორე გოლი გავიტანეთ და თითქოს და რაღაცნაირად ამოვისუნთქეთ, მაგრამ ნუ სამწუხაროდ რა, ჩემი თხოვნა და ჩემი დარიგება და ჩემი ყველაფერი ეს იმაზე არის გამპირობებული, რომ ბიჭებო, რაც შეიძლება მეტი ერთმანეთის კარნახი, ერთმანეთის გვერდში ამოდგომა, ერთმანეთის ისა. აბა თქვენ რა გონიათ მე რომ გიზი კი არა ვარ, გარედან დგევარ და როკვირი ვარ რა და ახლა 60 წლის კაცი კიდევ ახლა რამე რომ დამემართოს აქ იმას ამდენი ყვირილი დამდენი. მაგრამ სამწუხაროდ ეგეც არის რა, გინდა გუნდში ლიდერები და როცა თვლი რომ ვიღაცა ლიდერები ყავს გუნდში ხო იმათგან უფრო მეტი მოითხოვება რა. მე ხო კი გეუბნებით, მე ჩემ პასუხისმგებლობას არ ვიხსნი რა. მე ვლაპარაკობ არა აქვს იმას მნიშვნელობა, მე აქ რომ მოდიოდი რა გინდა იმასაც მეუნებოდნენ ხალხი, მაგრამ მე ჩამოვედი ისეთ გუნდში, გუნდმა რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რაღაცა მომცა ცხოვრებაში, ბევრი რაღაცა კი არა, ყველაფერი მომცა ცხოვრებაში, რომ მიმეწია იმისთვის, რასაც მივაღწია, მაგრამ ეს არ მიმიწევია იმით, რა ქვია, იმით მარტო ლაპარაკი და იმით, რა ქვია, მე ჩემი შრომით და ჩემი თავდადებით, როგორც ფეხბურთელს და რა ვიცი, რა მწვერვალობაშიც რაღაცა მაგ გაკეთებული რა ახლა და მით უმეტეს ესეთ იმებზე უფრო მეტი მაგ გაკეთებული, ვიდრე ესეთ ტურნირებზე, UEFA-ზე და კონფერენს ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე აი მაგრამ. ნუ ალბათ რა ვიცი რა, ეს ისეთი რაღაცა არის აუხსნელია. მე ვერ აუხსნი რა, ნუ რა ვიცი, ხო გითხარით, რა ვიცი. ალბათ რა ვიცი, ნუ კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი მოგვიყვანა, მაგრამ ნუ ჩვენ გვინდა რომ უცხოელებიც იყვნენ გუნდში, მაგრამ გვინდა რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელების გაიზარდნენ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს გუნდში და ნუ ველოდებით იმათგან ახლა შემაძე რომ გითხრა იმას ხო თორნიკეს ხო ვერ მოუთხოვდა, კაკაშვილს ხო ვერ მოუთხოვდა, რა ქვია იმას 16 და 18 წლის ბავშვს ახლა მინდორზე როცა ყავს ესეთი ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე გამოიარეს ამდენი წელიწადი ყველანაირი დონე აქვს, გათამაშები ყველანაირი ისა გაკეთებული რა. სამწუხაროდ რა, ეს ისეთ რაღაცნაირი ბლაკაუტი მოხდა გუნდის 75 წუთიდან, ის 15 წუთი თუ 20 წუთი იყო რაღაცა, ნუ არ ვიცი, ეგეთი რაღაცა ფეხბურთში არ ხდება, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ იმას მიუბრუნდები რა, თუმცა ხა ლიტვა ხო? ლიტვა რა? ხო, ლიტვანი ხო, რა ვიცი. ამ ქვეყანაში ფეხბურთი არის მესამე ადგილზე, და პირველ ადგილზეც არ არის რა. და 3-0 წაგებული თამაშის მერე სიმართლე გითხრა, გულშემატკივრის უფრო შემეშინდა ვიდრე გუნდის რა. წარმოიდგინეთ, რომ ამ ქვეყანაში ხო, ალბათ იქ მაგათ რო ქონდეთ 20,000, 30,000-იანი სტადიონი, ალბათ იმასაც გაავსებდა. ნუ ისეთი ატმოსფერო იყო რა, ისეთი სიტუაცია იყო რა. სამწუხაროდ ჩვენ ამას ყველაფერს მოკლებული ვართ. ჩვენ მარტო ის გვინდა რომ ვინ გავკითხოთ, ვინ სკოლა ვასწავლოთ, ის კი არა რომ მე რას ვაკეთებ და მე რა უნდა გავაკეთე, ის უნდა ვიცოდე პირველ რიგში. მე ესე ვარ და იმიტომ არის ალბათ ესეთი სიტუაცია საერთოდ ქვეყანაში რა, მარტო ფეხბურთზე არა ლაპარაკი არის საერთოდ. ყველაფერზეა ლაპარაკი და სამწუხაროა რა, ჩვენ გული დავწყვიტეთ, ვიცით, ბიჭებიც მაგარი გულდაწყვეტილები არიან, ყველა რა თქმა უნდა
იმ ხალხს პრინციპში ახლა ვინ ჩვენთან დადის თამაშებზე თითქმის ნახევარზე მეტი ის ბიჭები ჩვენთან ერთად იყვნენ და იმათაც დაინახეს რა სიტუაციაში იყვნენ ბიჭები, როგორ გულდაწყვეტილები იყვნენ და პლუს კიდევ იმას ახლა ჩვენ კიდევ ყველაზე უფრო მეტი ის ქონდა რა ქვია мотивация ამ თამაშისთვის, არა მარტო ის რომ ეს ევროპული თამაშია და საქართველოს არის ამ ბიჭებს ქონდა ძალიან კარგი ბიჭებს და ყველას ქონდა ძალიან კარგი პრემიალური ამ თამაშის მოგების გუნდის გასვლის, გუნდი კიდევ დიდ ფულს მიიღებდა ისეთ სიტუაციაში, სადაც ეს პრობლემა არის და ეს რო გინდა ხო ეს ყველაფერი, მაგრამ ავიც ის ყველაფერი ისე აეწყო, რომ სიმართლე რომ გითხრათ, მეც უკვე მეხუთე წელი გავიდა, რაღაცა ვცდილობ რაღაცნაირად გავანალიზო, რაღაცა თქვა, რაღაცა იმას აქვნა და ვერანაირი იმას ვერ ვშვები რა და ნუ ავიცი, ალბათ ეს წარე მაგალითი იყო ყველასთვის და ნუ ამ იმიდან რაღაცას ვისწავლით, რომ ეგეთი რაღაცა მეორეჯერ არ მოხდეს არა მარტო თბილისის დინამოში, არც ერთ გუნდში კაცო. მაგდა ბატონო ცოტა შემოგწერი კითხვა დავსვა ამისთვის ბოდიში ვიხდით თქვენ ჩემზე კარგად იცით საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში როცა ბრუნდებოდით სადაც მოდიოდით და რა მძიმებით არებაც იყო წეგან აღნიშნეთ კიდევაც რომ გუნდის დაკომპლექტებაში თქვენ მონაწილეობა არ მიგიღიათ შესაბამისად მე ყველაზე ნაკლებად წვრთნელი პასუხისმგებლობას ვხედავ ამ ბავშვთა იმაში დარწმუნებული ვარ რომ ეს შემადგენლობა თქვენ დაგიკომპლექტებინეთ ეს გუნდი 80%-იანი ფეხბურთელების ამ გუნდში წარიგდებოდა და ჩვენთან ყველაზე მარტივი რაც არის დააბრალოთ მთავარი თქმის ყველაფერი როცა გუნდი აგებს მწვრთნელი ადამიანშავე როცა გუნდი იგებს მაშინ ფეხბურთელები არიან ყველაფრის შემოქმედები და უნებლიოა რომ მარცხის შემდეგ ჩვენზე ბევრი გასმოდა კულვარებიდან ვიზეზები რომ არის ვიღაცა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა მეკარის ამის გამო პრობლემა ქონდა აი ჩარტერი გაკეთა აი ვინქეს ფაიბრაც თქვენ ყველაფერი გავაკეთეთ თუ საბოლოოდ მაინც მიდის მთავარი მცველის მიმართულებით ისრები და კითხვა რომელიც მე მაქვს ეს არ ეხება ჟალგირის ეს ალბათ მთავარი მწვრთნელი სხვა იქნებოდა ეს რომ არ ყოფილიყავით თქვენ და თქვენ გაგვდიდი ავტორიტეტი იმისთვის რომ ეს აკისრდეთ და გააგრძელოთ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა უამრავი მწვრთნელი ვინახავს შეცვლილიც რომა ფიფიასოს მიკითხავს ძალიან ბევრჯერ არც გულშემატკივარს კი უნდა შედეგი ერთ დღეში მაგრამ თქვენ ყველაზე კარგად იცით როგორი რთულია მით უმეტეს ჩვენს პირობებში ააშენო ძალიან კარგი გუნდი და ამას რამდენი დრო სჭირდება ძელოებიანი გეგმები რა არის დავიწყეთ რომ კატასტროფა რა თქმა უნდა თვალინო გავუსწოროთ ამას მაგრამ არ ნიშნავს რომ ჩავჭრეთ იმ მოცემულობაში არის თუ არა ნდობის მანდატი და არის თუ არა განვითარების გეგმა იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ თუ ამ ფესპაიას მიიცემა საშუალება დააკომპლექტოს დინამო თბილისი უნებრივია რომ შემადგენლობა იქნება სხვა რა უნდა გააკეთოს თემურ ფესპაია მაშინ როცა ევროტურნების წინ 20 წამყვან ფეხბურთელს უსრულდება კონტრაქტი ეს ხო თქვენი კარი არის მენეჯმენტის გადაწყვეტილება იმიტომ რომ თქვენ ეს ფეხბურთელები ჭირდებოდა და შეიძლება გამოგეყენებინათ კიდევაც ამიტომ მაინტერესებს მომავალი ჩვენ როგორი იქნება არა ნუ არა დაბრალებაში არ არის პრობლემა რაცა იმიტომ რომ მე ვარ მწნელი და ყველაფერი ბოლოსაც უნდა ვილაპარაკოთ ეს არის ის რომ მე როგორც მწნელი ალბათ რაღაც ისე ვერ გავაკეთე მაგრამ ნუ ჩვენი ურთიერთობა გუნდის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგია ჩვენ პრინციპში ყოველ დღე ერთმანეთის კომუნიკაცია გვაქვს ყოველ დღე ერთმანეთს ველაპარაკებით გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ამ გუნდისთვის იმიტომ რომ ეს გუნდი ხალხო არ არის არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ ეს გუნდია რომელმაც ევროპის თასი მოიგო და ავიც მსოფლიოში ერთი შეიძლება ერთი 1000-ობით და 100,000-ობით გუნდი არის და ამას ამ გუნდებს არ აქვს გაკეთებული ის რაც გაკეთებული ამ გუნდს. იგივე ევროპაშიც რა არ არის იმდენი გუნდი ახლა რომელსაც ევროპის თასი აქვს მოგებული და იგე და აქაური მაისური უფრო მძიმე არის ვიდრე სხვა კლუბი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ყველანაირად პირველი იმით გათვალისწინებული ეს ვინ იქნება ეს ქართველი იქნება თუ ეს უცხოელი იქნება ხო ამას არ აქვს მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია რომ გავაგებინოთ ყველას რომ რა სიტუაცია ხო გეუბნებით ახლა ნუ მე რომ მოვედი სიმართლე რომ გითხრათ თუ ამ სიტუაციაში ვიქნებოდით ისიც იმის არ ვჯეროდა რა იმიტომ რომ გუნდში რომ მოვედი გუნდი მერვე ადგილზე იყო და გასავარდ ზონაში იყო და ეხლა უკვე
ჩემპიონობისთვის ვიბძვით, პრინციპში ეხლა იმ UEFA-ს თამაშებსაც თუ დავაკვირდებით, 4 თამაშიდან 2 მოვიგეთ, 1 ფრევი თამაში და 1 წავაგეთ. ნუ, რა თქმა უნდა, იმ ერთმა წაგებამ გადაშალა ეს ყველაფერი, რა ქვია, იმას, რაც გაკეთებული მქონდა, მაგრამ ნუ, რა ვქნათ, ეხლა ხელები ჩამოუშვათ და ვიტიროთ და ამაზე ვიფიქროთ, თუ წინ გავიხედოთ რა და ნუ ეხლა ნუ რა ვიცი, ალბათ ჩემპიონსაც უფრო მტკივნეულია ეს, იმიტომ რომ მე ქართველი ვარ. მით უმეტეს მეც დინამოდან დავიწყე ჩემი საფეხბურთო კარიერა, ნუ რასაც მივაღწია და რა თქმა უნდა ჩემპიონსაც ძალიან დიდი დარტყმა იყო რა, როგორც ყველა იმ ფეხბურთელისთვის რა, ვინც კი ისა არ მეგულება მე ერთი ფეხბურთელი, რომელიცაც და მე ნახე ეს თვითონი გასახდელში რომ შემოვედი ისა და ნუ ეხლა სამწუხაროა ყველასთვის რა, მაგრამ რა ვქნათ ამაზე ხო არ გავჩერდეთ რა, ხომ უნდა წავიდეთ, ხომ უნდა რაღაცნაირად თავი ხომ უნდა ავწიოთ რა, დაგჭა ნახევარი სეზონი ჩემპიონატის რა. და ყველას დასამტკიცებელი გვაქვს რა. ნუ იმიტომ ვიძახით, რომ მე რომ მოვედი, რაც მეგონა რომ ამ სიტუაციაში ვიქნებოდი ეგრევე 3 თვეში, გაიგე? თორე ახლა ის რომ ისეთ სიტუაციაში რომ ჩავსვი, მე ითომ გეუბნები 3 წლიანი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ მე 3 წლიანი მაქვს, ამ 3 წელ კონტრაქტს გამოვეკიდები რა, როგორც გითხარით. დამთავრდება სეზონის ჩემპიონობისთვის ვიბძვით და მე რომ დამთავრდება ხო იმიდან გამომდინარე რა გავაკეთეთ, ისი გაკეთება შეგვეძლო, ისი არ შეგვეძლო, ამის მიხედვით მე უკვე გადაწყვეტილებებს მივიღებ. რატოში არ შეიძლება გუნდები ბატონებრივ ჩვენზე კარგად თქვენ იცით, ამიტომ რამ შეგაყვარა ჩემი თავი ეს? მე ხო იცით ხოლმე მიხარით, რომ თქვენ გამოდავიწყე სფეროში. მადლობ. ნუ რა თვეში არ კეთდება, მაგრამ იცი რა არის. ძნელია რა, ამხელა მარცხის მერე საერთოდ ნუ ახლა პრინციპში მეც და სხვა დანარჩენებსაც ნუ იმის მერე რა ვიცი, ღამე ნორმალურად არ მიძინია და სხვასაც არ უძინია, მაგრამ რა ვქნათ. თავი უნდა ავწიოთ და რაღაცა უნდა გავაკეთოთ რა, რაღაცა ყველაფერს ნუ გადავუშვებთ ხალხს, რაღაცა ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ გუნდში, იმათაც დრო ჭირდებათ, ჩვენ ახლა ფეხბურთელები მოვიყვანოთ, ხო? ეს ფეხბურთელები მშობლებაში იყვნენ ერთი თვე რა. სულ რაღაც ერთი თვე არიან ეს ბიჭები მოსულები. ერთი თვეში ახლა ფეხბურთელს ისე ვერ მოამზადებ, როგორც შენ გინდა და ჩვენ მოგვიწია ამ ფეხბურთელების მომზადება იმით, რომ თამაშები, გაიგე და ახლა ამ თამაში თუ არ ითამაში, მარტო ვარჯიში არაფერს არ გიშველის და ამის საშუალებაც არ ქონია რა, პრინციპში ვეცადეთ იგივე გურიაში წავიდით, ისიც არანაკლებ გულდასაწყვეტი თამაშია თბილისის დინამოსთვის, რა ქვია იმას მოგვიწია ნახევარი გუნდის დაყენება, მერე უთამაშებელი ფეხბურთელების დაყენება, მერე იქ ტრამვირებული ფეხბურთელების დაყენება, რაღაცნაირად ვეცადეთ, ნუ რაღაცნაირად რომ იქაც და აქაც და ნუ ამ შემთხვევაში ყოველთვის როგორც შემაძლო გითხრა ჩემი ბრალია, იმიტომ რომ ბევრჯერ მაგ გამოსტილი ეგეთი რაღაცა რომ ერთ თამაშს იმდენ ყურადღებას არ მიაქცე, იმიტომ რომ ვფიქრობ მომავალ თამაშზე, ვინ თამაშს თამაში არ გამოდის და სამწუხაროდ მე ის თამაშსაც ვერ იმაშვები. ეგეც რავი, ჩემთვის ალბათ ეგეც ის არის რა ქვია იმას რა ქვია ხო და ნუ რა ვიცი ახლა შვანაირად ახლა მე ვერ იმას ვიზამ რა, იცი რა არის აქ არ არის რომ ჩვენ ახლა ამ გუნდში დავიწყოთ ვიღაცების გადაბრალება, აქ უნდა ჩვენ უნდა დავждეთ, დავილაპარაკოთ, ვინ არის ის ხალხი, რომელიც მართლა ამ დინამოს ტვირთს მზად არის რომ იქამდე ატაროს, რასაც ჩვენ ველოდებით, რასაც გულშემატკივრები ელოდებიან, რასაც ქვეყანა ელოდება, ეგეც არის, ნუ ახლა ხო გეუბნებით ამდენი ხალხი წუხილს რო გამოთქვავს, იმიტომ რომ ეს თბილისის დინამოა და სხვებმა წააგეს და იმდენი არ ყოფილა გამოხმაურება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს საქართველოს გუნდია, ეს არ არის მარტო თბილისის დინამო, თბილისის გუნდი, ეს არის მთელი საქართველოს გუნდია და ამიტომ ყველას გული შედგება, მაგრამ მარტო ლაპარაკით არა ხო. თუ გული შეგკევათ მათთან და რაღაცა მოდით მინდორზე დაეხმარეთ ამ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად, ეკონომიურად, ქართული ფეხბურთი წავიდე წინ და არა ის კი არა რომ ვინც არიან აქ ისინი წავიდნენ და ვაფშე საერთოდ ჭაობში აღმოჩნდეთ რა. ისედაც ჭაობში ვართ, შემაძლო გითხრათ, მაგრამ
ეს ალბათ კატასტროფა იქნება. მე ბევრჯერ მითქვია, რომ დღევანდელი ფეხბურთი რომ გაანავითარო და რაღაცა ხო ამისთვის საჭირო არის ფული, ამისთვის საჭირო არის ბევრი რაღაცა, რაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ არის და შედეგიც ეს არის ალბათ. მადლობა ბატონო თემის. საბოლოოდ როგორ გადაწყდა გეორგია საკითხი აღნიშნეთ რომ საუბარი და უთხარით მას რომ პირველ ნომრად არ განიხილება პირველ ნომრად იცი რა არის იცი გიორგი ლორია ახლა ალბათ მე ყველამ ძალიან კარგად იცით მე რა ურთიერთობა გიორგი ლორიას და ეს არ არის ის რომ თუმე გიორგი ლორიას ბრალი ყვა არა გიორგი ლორია არის ქართული ფეხბურთის თბილისის დინამოს საქართველოს ნაკრების წინვალე წარსული რა ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ რაღაცა გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ რა მივცეთ იმის საშუალება ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიული და ძალიან კაი მეკარები იზრდებიან რა იმათ მივცეთ იმის საშუალება რომ წინ გავიხედოთ რა მე იმას არ ვიძახით არავის არ ვაკნინებ არავის არ ვაკრიტიკებ არაფერს არ იმასვები მე მინდა რომ წინ გავიხედოთ და სამწუხაროდ გიორგი ლორია ფეხბურთის საქართველოს ფეხბურთის და თბილისის დინამოს მომავალი არ არის რა ანუ მეც ვთამაშობდი ფეხბურთში და დავანებე რა არის ამაში ის არაფერი არ არის მე ვთქვი რომ მე ვარ თავარისტელი და გიო მეთქი გეუბნები რომ დღეიდან არ განიხილები როგორც ნომერ პირველი მეკარე აქედან ეხლა შენ თუ გინდა წადი ხელმძღვანელობასთან დაილაპარაკე რა გადაწყვეტილებას მიიღებ ის გადაწყვეტილება იქნება მეტი არაფერი არ არის აქისა აქ ლორია კი არა ისეთი დონის ფეხბურთელები წავიდნენ თბილისის დინამოდან აქვე იმას ხო გეუბნებით არა ლორიამ თავის გასაკეთებელი გააკეთა ბარიორზე უფრო უკეთესად რა მაგრამ ხო უნდა წავიწიოთ წინ რაღაცა ხო უნდა გავაკეთოთ და ისეთ სიტუაციაში როგორც გიორგი არის ხო 40 წლის მეკარე ან უნდა იყოს გუნდის წამყვანი ან უნდა იყოს მესამე მეოთხე მეკარე როცა ყველა დაიმტრება და ამას დაახმარებ გუნდს რა დაგეხმაროს რა მაგ სიტუაციაში გაიგე და მე სიმართლე გითხრა ხო არა ვარ მაყოფილი რა არა მარტო გიორგითი ბევრითი არა ვარ მაყოფილი იმ დანარჩენების მაყოფილი არა ვარ გაიგე მაგრამ ჩვენ წინ გვინდა რომ გავიხედოთ გაიგე და არის ამის ისა გაიგე მაგას ვიძახით რომ არა კონტრაქტია ხო სეზონის ბოლომდე გიორგის და აქ იქნება რა მე პროსტო უთხარი რომ გიო მეთქი მე მირჩევნია ახლა აქედან უკვე დაწყებული ახალგაზრდებს მიცე იმის საშუალება და შენ არ იქნები ნომერ პირველი მეკარე დანარჩენი ახლა შენ გადაწყვეტე გინ დარჩები აქ და ივარჯიშებ თუ გუნდს ხელმძღვანელობას მოელაპარაკები და რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებ ის უკვე თქვენზეა დამოკიდებული ეს არის და ეს მეტი არაფერი ვიცი რა არის ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი ეშმაკურად უნდა მოქცეულიყავი ხო იცით რომ არა ვარ ეს ეშმაკი ეს რაღაცა ის აქვია იმას ისა მინდა რომ პირდაპირ უთხრა კაცს რაც სათქმელი არის რა და არანაირი ისა რომ რაღაცა კრუგები ურტყა ამ იმას და რაღაც არა აი ესეთი სიტუაცია გაწყობს არ გაწყობს რა ვქნა ცი მადლობა ლევან საუბრის აღებით რამდენჯერმე ასეთ ვერ მოასწრო ამ თამაშების მომზადება უფრო კონკრეტულად რაც გულისხმობს ასევე მაინტერესებს წესით ამ მომზადების პრობლემა როგორც ეს ფორმატი რო შეიცვალა ეროვნული ჩემპიონატის მაშინ ამბობდნენ რომ აი უფრო ადვილი იქნებოდა ან როლ გუნდების მატჩებისთვის გუნდისთვისაც გუნდისთვისაც ადაპტირება აქამდე იყო ადვილი გამოდის რომ ეს აყოფილა ადვილი ხო არა მაგრამ ეს კარგი ჟესტი იყო ეს იმისთვის რომ ფედერაციიდან რომ დახმარებოდა გუნდებს რომ მომზადებულები შეხვედრილიყვნენ ამ იმას რა ქვია კიდევ ერთხელ გეუბნები მაგრამ ეს თუ არ მოხდება ისე როგორც საჭირო არის და რასაც ელოდები ხო შეიძლება ალბათ მე რაღაცა ისე შეიცვალოს რა ქვია იმას სიტუაცია რა და ეხლა ვერ მომზადეთ ხო აგიხსენით რა ალბათ უკვე ფიზიკურად ვერ გავძერით თორე ის კი არა რომ ფეხბურთის თამაში იმაზე ნაკლები წარმოიდგინეთ თითქმის 3.5 3 ვიგებით რა არა 4 რა და მე რა უკვე ბოლოს ალბათ არ ქონდა იმის ისა რომ გავგრძელებინა თამაში ნუ ფიზიკურად ვერ გავუძერეთ ამან პლუს იმას გეუბნებით ხელოვნური მინდორი და პლუს ის კიდო გულშემატკივარი როგორ ედგა გუნდს იმაში რა ქვია 95 წუთი არ გაჩერებულა რა
რაც შეეხება კანკავა გუნდთან ვარჯიშობს რა. ნუ ჩვენ კანკავას მივეცით ისა, მაგრამ მე ვატყობ როგორც ნელი რომ ჯერ კიდევ არ არის მზად იმისა და კანკავა არ წავიყვანე, ნუ ეგეც იყო რაღაც ლაპარაკი რა, რომელიც მე არ მომწონს რა, როცა რაღაც ლაპარაკები მიდის მწნელის ზურგს უკან რა. რომ კანკავა რატო არ წავიყვანე და რატო წავიყვანე ეს პატარა ბავშვი. ჯერეთი და კანკავა მუხტის ოპერაციაა გაკეთებული. მინდორზე უფრთხილდებით რომ ისა რა ქვია იმას აქ და ეხლა წამოიყვანა კანკავა და მე ესე თამაში შემეშვა და მე თამაშებინა იმას ხელოვნურ მინდორზე ნუ რაღაცა ხო უნდა ჩვენ რაღაცას ფიქრობთ რა რაღაცა ის ხო არ არის აქ რა ქვია იმას თუ რა ჩემი თავის ტერი ვარ ეხლა მეყოლება კანკავასნაირი გამოსტილი ფეხბურთელი რომელიც მზად არის და ის არ დავაყენე და იმას კი იქ რაღაცა ცვლილებების გავაკეთე ჩვენ რომ რაღაცნაირად გუნდი 11 კაცი მოგვეგურებინა ის სიტუაციაში ვიყავით რა და ეგეც პრობლემა იყო თორე იმიტომ რომ ეხლა ის უგრეხელებზე რო ყოფილიყო რა ქვია იმას და ის ფსალტისი ტრამვა რო მიეღო ალბათ იმაზეც არ იქნებოდა დღეს აკრუზი ვარ და ჩვენ უბედურებაზე რო ვლაპარაკობთ ხო მაგრამ ნუ არიან ფეხბურთელები რომლებიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან გუნდისთვის და სამწუხაროდ რა ვიცი მოგეუბნებით რა ეხლა იმასაც შეიძლება ისიც თქვა რომ ხო უნდა ყავდეს ვიღაცა შემცველი კი მაგრამ როცა გუნდში 5 ფეხბურთელი აქედან 4 დამცველი ყველა ტრამვირებულია ხო ნუ რამდენი ფეხბურთელს მოიყვან ამ დამცველს ხო არ მოიყვან 30 კაცს რა ეგეც ხო არის რაღაც ისა Atunci zurgsu kan oturup da zurgsu kan bunchila para kapne nigor bushematkoer zurgsu kan nigor para kapda. ნუ ეგეც პრობლემა არის ალბათ ეგეც მაგრამ ნუ ეხლა როცა 50 კაცი ლაპარაკობ ხო ეხლა ის იმის თუ გჯერა შენ რომ ეს ლაპარაკი მიმის რა ქვია მაშინ რა გინდა აქ ცოტას მეც დავამატებ ზურგს უკან ლაპარაკში ისიც შეიძლება ვიგულისხმოთ რამდენ წუთში გახდა ცნობილი ლორიასთან დაკავშირებით ხო ეგ არის Undიდან ყოველს გამოდის ამბები. ხო ანუ ეგ არის ნაგულისხმები და არა არა ნუ ეხლა თამაშად ისეთი კონფიდენციალური ინფორმაციებია საერთოდ იმაში კი არა ეს გასაგებია და ყველგან ხდება მაგაზე არ გვაქვს ჩვენ არანაირი პრეტენზია ისმენთ ბატონო უკვე ნაცნობი სიტუაცია ეს დინამოსთვის რომ გუნდი ბევრჯერ ყოფილა ისეთ იგივე პერიოდში რაც თითქოს ჩავარდნილი სეზონებიდან ადისევით ხდება იმეთი და სამწუხაროდ ევროპულინებზე ყოველთვის ყველაზე მაურიან დიდი ანგარიშით მარცხს დინამო იმ მომენტში იღებს როცა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს როცა გაიჭრას და თქვენი აზრით თქვენს სამწუხაროდ ამ რეალობის წინაშე დადებით და ამ წლების განმავლობაში პირველ რიგში თქვენი აზრით და თქვენი განმოსახედიდან რა არის ის გაკვეთილი რაც დინამომ გვირისწავლა რომ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ერთი და იგივე ხდება და თუ შეგიძლიათ უფრო მეტად მეორე ნაწილი მექნება რომ აი ერთი შემდეგ გუნდი პირველ ტაიმს ძალიან თავდაჯერებული იყო გათამარება შეძლეს ტაიმის შემდეგ თუ შეგიძლიათ რომ ცოტა მეტი მოგვიყვეთ თქვენი სიტყვა რა იყო გასახდელში და შემდეგ ეს ვაფერო შევაჯეროთ. ნუ ჩემი ის იყო რომ გაგვიგზელებინა ისე როგორც პირველი ტაიმი, უფრო მეტი თავდაჯერებულობა, იმიტომ რომ რამდენიც 1 2 3 პასი გადავაბეთ ერთმანეთს, რაღაცა მომენტი იქნებოდა, გაიგე და უფრო მეტი თავდაჯერებულობა, უფრო მეტი კარნახი ერთმანეთის, უფრო მეტი ერთმანეთის გვერდში ამოდგომა, ერთმანეთის დახმარება. ნუ ახლა ალბათ რაც ეხლა რო ყოფილიყო დაუშვათ პირველი ტაიმი 4-1 ვაგებდით ხო? ნუ მაშინ სხვა სიტუაცია იყო, მაგრამ ფიქრობ ეხლა 3-0 მოგებული პირველი ტაიმი დამთავრდა 45 წუთი გავიდა 1-1 ეხლა ნუ რა უნდა მეთქვა რა იმის მაგი ბრავოს და იმის მეტი რა უნდა მეთქვა ფეხბურთელებისთვის. მაგრამ ნუ სამწუხაროდ რა ვიცი. ხო გეუბნები ჩემთვისაც აუხსნელი რაღაცა მოხდა, ეგეთი რაღაცები არ ხდება, მაგრამ ნუ რა ვიცი, ეგეთი რაღაცებიც ახლა ბერჟერ მოხდა რა, არა მარტო თბილისის დინამოს თამაშზე, აგევე ამ სოფლიო დონის ჩემპიონთა ლიგის დონეზე ისეთი გუნდები აგებდნენ 5-0 და 6-0 და იმას, რა ქვია, რომლებიც ალბათ ესეთი სიტუაცია მიუღებელია და ჩვენ სამწუხაროდ იმ დონეზე არა ვართ, იმაზე ვილაპარაკოთ, ჩვენ შეგვიძლია აქ იმაზე ვილაპარაკოთ, რომ როგორ ავიცილოთ ეს ყველანაირი ესეთი სიტუაციები, რომ აი ესეთ სიტუაციაში როცა რაღაცა თითქოს და რაღაცა კარგად წამოიწყო, რაღაცა კარგად მიდის და
ბამ და უცებ ეგეთი რაღაცა ხდება რა. ალბათ ესეც ის არის რა. რაღაცნაირი კარნახი აქვია გარე იმიდან რომ ნურაზდოს ნუ მოეშვები, ნურაზდოს ნუ ჩათვლით ამას დამთავრებულს, უნდა ითამაშო სანამ საჯი ბოლო წუთებამდე არ დაუსვენს და ნუ სამწუხაროდ მოხდა ის, რაზეც დღეს ყველანი ვლაპარაკობთ 6 დღის მერე და მე კიდევ ერთხელ გეუბნები მიხარია რომ პრინციპში თავიდანაც მე რომ მოვედი ესეთი აჟიოტაჟი, ესეთი ამდენი ხალხი დაინტერესებული, ამდენი ხალხი ისა ერთმა ქნას რომ ესეთი დაინტერესებულიც იყოს ის გულშემატკივარიც რომელსაც მაცა აქვს რაღაცა პასუხისგებლობა. მარტო ის არა რომ იცი რა არის ჩავიდი ამ კომპიუტერში და რა სისულელე და რა ბოღმა და რა იმაზე უნდა ვილაპარაკო რა თქვენ იმას. როცა შენ კაპიკის არაფერი გაიკეთებია ხო არ შეგიძლია შენ რომ ესეთი ბოღმა აბთხუიო რა და ესეთ რაღაცა მოგეუნებით რა ეგეც ყველაზე დიდი პრობლემა არის ეგეც. ალბათ ყველა უფრო მეტ პასუხისგებლობას და იმას იგრძნობს თავის თავში რომ როცა დაინახავ რომ არც მე ვილიუმში დავინახე იქ რომ აი ამ სტადიონი გაივსო და ყველა ფერზე იდგა პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ნუ იმათაც რა ვიცი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა და მიცით რა არის ჩვენთან ფეხბურთი ყველას უყვარს ხალხო და ეს ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ეგ არის რომ ეს ხალხი ჩვენ გვინდა რომ გუნდებთან უფრო ახლოს და უფრო მეტი დახმარება ეკონომიური და უფრო მეტი დახმარება ის კი არა რომ ვინც აქ არის რაღაცა თავის პული თავის ჯიბიდან ფულს დევს თავის ახლიდან შვილებს ოჯახს აკლებს და აგდებს ყველაფერს და იმაზე ვილაპარაკო ისინი წავიდნენ ვინ შენ მოხარ მოდი მაშინ შენ თუ გინდა მოსვლა ზოგიერთები აქაც იყვნენ ისე წავიდნენ კაპიკის არაფერი გაუკეთებია მაგრამ მაშინ აქ რო იყვნენ კაი ჭამდნენ კაი სვამდნენ მაშინ არ იყო ცუდი ფიფია ეხლა აქ არ არიან არაფერი რო გაუკეთებიათ რო წავიდნენ ეხლა უკვე ენა გადმოანგეს რა ზოგიერთი ყოველი ცოდნე ჟურნალისტებიც კიდე ოიც მე არა ვარ ის კაცი რომ რაღაცას ამოვეფარო და რაღაცა ისინი დავიწყო მე მიყვარს პირდაპირ ლაპარაკი და ალბათ ეგეთი რო ვარ ალბათ იმიტომ მივახცი ამ ყველაფერს ისვის მიიწევია ჩემ ცხოვრებაში რა თუ ეხლა ამ ყველაფერს ერთი თამაში თუ გადაუსვენს ამ ყველაფერს ხარს ამის უფლებას არავის არ მივცემ რა თქვენ დღესაც და დასუსტ საერთოდ ვისაუბრიათ შემატკივრის როლზე და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვათ ისაუბროთ ამ საკითხებზე მე პირადად ვფიქრობ რომ ავტომატური შემატკივრობა კიდევ კარგად ვერ გაიაზრა რას ნიშნავს შემატკივრობა მარტივად ვთქვათ ამ თამაშის შემდეგ თქვი ესეთი რამ რომ შევატყიალოთ პირველად თბილისის დინამოს რო წაიღო პირველი შეხვედრა გასვლაზე 3 მინუტი მოვიდა და მეორე შეხვედრაზე შემატკივრობა და უმეტესობა შევთანხმდით იმაზე რომ არ მოვიდა მე ყოველთვის მოვიწოდებ ხოლმე შემატკივრას მოვიდეს სტადიონზე არა მხოლოდ საკუთარ შემატკივრად თუნდაც ის პროტესტი რაც არის სოციალურ ქსელებში შეგვიძლია გადავიტანოთ პირველად ტრიბუნებზე იქნება ეს მენეჯმენტის შეცვლა წვნების ტექნიკის თუ ასე შემდეგ თუმცა აქამდე ჯერჯერობით ვერ ეხლა შემდეგი თამაში გაქვთ სპაერთან პერამპურის სამის მოდის შემდეგ არავინ არ მოვიდა და 7 მოდის შემდეგაც გაჩნდა კითხვები რატომ უნდა მივიდეს სტადიონზე მაინტერესებს ორი კითხვა პირველი რატომ უნდა მოვიდეს სპაერთან შემატკივარი ასე თქოდით თქვენ და მაგასევე ესეთი შეკითხვა პირველად ვამბობ ყველაფერი რომ მოგცეთ მენეჯმენტმა გააკეთოთ ის ტრანსფერები მოიყვანოთ აი აბსოლუტურად ყველაფერი გულშემატკივრის გარეშე რამდენად მიაღწევს წარმატებას გაგვიჭირდება არ იქნება ადვილი ნუ ეხლა მე ბედნიერი კაცი ვარ და მახსოვს ის დროც როცა დინამო სტადიონზე თამაშობდი და 100,000 კაცი იყო ტრიბუნაზე რა 100,000 60,000 მე მომიწია საბჭოთა პირველობის თამაში და 50,000-ზე ნაკლები არასდროს არ ყოფილა რა მე ჩემი გამოცდილებიდან მინდა იმ ფეხბურთელებს და იმ თქვენ გითხრათ რომ ამ ხელა მუხტი არის რა როცა გულშემატკივარი ყავს და ეს მუხტი იყო ზუსტად ის ჟალგირისის მაგალითი რა იმათმა დაანახეს რომ შეიძლება საოცრება მოხდეს რა
იმათ ის კი არ იყო მარტო რომ იქ მოვიდნენ, იმათ გუნდი უყვართ და იმიტომ მოვიდნენ. 13 წაგებულის მერე, იმიტომ ქვეყანა უყვართ, გუნდი უყვართ, ქავის ქალაქი უყვართ, გაიგე? იმიტომ მოვიდნენ. ამას ჩვენ მაგ ვერ ხედავთ. აქ მიდის იმაზე ლაპარაკი, შური, ბოღმა, ერთმანეთის გინება, ერთმანეთის ლანძღვა, ერთმანეთის ისა, ჭკუვის სწავლება. ჩვენ არ ვიცით, ჩვენ თვითონ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ თუ არა, მაგრამ ჩვენ ვიცით, ყველამ სხვამ რა უნდა გააკეთოს რა. აი ეგ არის, ამაზე აწყობენ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, საოცრება არის. ამ ერმა როგორ გაძლო 21 საუკუნე რა. როგორ მოვიდით აქამდე რა. ეგეც ერთი საოცრება არის, ალბათ ღმერთს ისე უყვარს ეს ჩვენი ქვეყანა, რომ აქამდე მოგვიყვანა თორე, ალბათ სხვა ყველანაირი იმით, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ 21 საუკუნეში რა. აქამდე უნდა გამქრალიყო ჩვენი ისა რა. ისეთ სიტუაციას ვქნით, ისეთ იმებისგან რაღაცას ვქნით პრობლემებს, იქ სადაც პრობლემები არ არის. და ეს მარტო ჩვენ აქ ვზივართ და ფეხბურთზე ლაპარაკობთ, მაგრამ ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება, ეს მთლიანად ქვეყანას ეხება რა, ყველა დალაგ და ყველა ახლა იქ ვიყავით ვილნიუსში რო ვიყავით, გაგიხარდება რა. ვილნიუსში რა თბილისის მე ყოველთვის მithქვია რა, ფანტასტიკური ქალაქი, ფანტასტიკური ყველანაირი პირობა იმისათვის რომ იცხოვრო, იმასაკნა იგულაო, აკვია იმას რაც გინდა ის გააკეთო. აბა მე მეტი რა არის? ხალხი ყველა ერთხელ ცხოვრობ და ყველას გინდა რომ კაცურად ვიცხოვრო და კარგად ვიცხოვრო კაცო ხო როგორ შეიძლება რომ მთელი ეს 30 წელიწადია თუ რამდენი არის ნუ სულ ერთი და იგივე და ვერ ვითარდებით რა. ალბათ ესეც ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვინდა რომ ფეხბურთი ვიყოთ ევროპის დონეზე და ამ დროს ისა არ შეიძლება 53 ადგილზე იყოს საქართველო, რომელსაც ყავს ხვიჩა კვარაცხელია, საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში რა. მამარდაშვილი, რა ქვია იმას, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, ჭანკვეტაძე, ოჩორეიშვილი. ამ ფეხბურთელების ქვეყანა ამ სიტუაციაში არ უნდა იყოს რა. მე ხვიჩაზე იმიტომ ვიზარე, ჩემთვის ეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არის, იმიტომ რომ ხვიჩა გახდა საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგა არის მსოფლიო ჩემპიონატი რა. ჩემპიონთა ლიგა არ არის ეს ჩემპიონატი რაც ნახეთ ახლა. და იმ ესპანეთის ნაკრებთან ხო? საქართველოს ნაკრებმა უფრო უკეთესად ითამაშა ვიდრე იმ რა ქვია იმას არგენტინის ნაკრებმა. და არგენტინას გადახედო ხო? არის ყველა მსოფლიო დონის საუკეთესო გუნდებში თამაშობენ. ჩვენ საქართველოსზე ვლაპარაკობთ, გადახედეთ იტალიას ნაკრები არ ყავს, ჰოლანდიას ნაკრები არ ყავს, ბრაზილიას ნაკრები არ ყავს, რა ქვია იმას და ჩვენ გვინდა რომ ამ საქართველოში სადაც ნუ რა ვიცი რა შურზე და ბოღმაზე ვარ გადასული ერთმანეთის განკითხვაზე ვარ გადასული ერთმანეთის ღალატზე ვარ გადასული და ნუ არ შეიძლება რა ესე ცხოვრება. ეს პატარა სტაუმაკეთ გამოვშა. ძირითადად კომენტარები რაც წერება ხოლმე როდესაც ჩვენ გასვლა ამჩნევი ჩვენ ყოველთვის ლაპარაკობთ გულშემატკივრაზე. უმეტესად ესეთი კომენტარებია რომ ითამაშეთ და მოვალთ. სუპასუპერთ ამ კომენტარებს. ნუ ეხლა იცი რა არის? ჩვენ თუ ვითამაშეთ ჩვენი ევროპაზე გავედით ხო? უკვე ისიც აღარ დაგჭირდება, იმდენ ფულს გაძლევენ და უკვე აღარ დაგჭირდება, უკვე შენით იმას იზამ რა ქვია იმას რა. დებს ერთი კაცი გეუნებით 200 მილიონი აქვს ჩადებული და იმ კაცებიც პატივი და მოდით სტადიონზე რა. და ესე არ ფიქრობს, ჩვენ რო ფიქრობთ, კითხვა რო და ესე არ ფიქრობს ისა რა ქვია იმას ხალხი. აქ გუნდები არის, დღეს მსოფლიო დონის გუნდები გახდნენ, იმიტომ კი არა რომ რა ქვია იმას, იმიტომ გახდნენ რომ მფლობელები მოვიდნენ, მილიარდები ჩადეს და გახადეს გააკეთეს დიდი გუნდები რა. და სულ იმას გეუბნებით, კაცო, არ გვინდა ეს ისა რა ქვია იმას, იტალია, გერმანია, ესპანეთი, აგერ ჩვენ გვერდზე იმას რა ქვია, სომხები, აზერბაიჯანი, ყაზახისტანი. საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი საქართველოს ჩემპიონატის, პირველი ჩემპიონატის, კაცო, როცა ეგეთი ჩემპიონატი არ ეღირსება მთელი ჩვენი მოდგმა აწი იმას რა ქვია, შეიძლება საქართველოს რა. და საწავედი, დიდი წავედი იმას რა ქვია, ლუბიტელებში, იმაში რა ქვია, კიბზე რა. კიბზე და ღებულობდი იმას, რა ქვია, კიპრიდან წავედი, ჯიბეში რა ფული მედო ის ფუნდა. საბერნში წავედი, იქიდან რაც ფული მქონდა, ის ჯიბეში მედო რა და ეგეთ სიტუაციაში, მაგრამ არ შემიწყვეტია ის ჩემი ოცნებობა, ის ჩემი ჯინი, ჩემი ისა, რომ რაღაცისთვის მიმეღწია, გაიგე და გავაკეთე და ახლა
ხალხო, იმას მეუბნებით, რომ ეხლა არ კეთდება, სამწუხაროდ არ კეთდება ესე რა. დღეს თუ იმათმა სომხეთი და ის კი არ გაუზიათ, ახლა გადავხედე სომხეთის გუნდი თამაშობდა ჩემპიონთა ლიგას და 2 სომეხი იყო რა, დანარჩენი იყო 20 უცხოელი რა. და იმ უცხოელი რო ჩამოიყვანა ეს 20 უცხოელი რა, იმის კი არ ჩამოსულან ერევნის ანახავად რა, ჩამოვიდნენ იქ რო ფული აიღონდა ისა და ჩვენთან აქ ფულის გადახდა არავის არ უნდა. ფულს არავინ არ დებს. არ არიან ჩვენ ქვეყანაში მილიონერები, არ არიან ჩვენ ქვეყანაში მდიდარი ხალხი, ხო? შეკაიგაცო მილიარდს თუ აკეთებ წელიწადში რა. 1-10 მილიონი რომ ფეხბურთს მოახმარო, ფეხბურთს დავით ანებს სპორტს მოახმარო, რაღაცა რო გააკეთო, ხო შეიძლება რა. მაინდა-მაინც ვიღაცამ ხო არ უნდა გაიძულოს, ვიღაცამ ხო არ უნდა დაგავალოს არა? როგორც ხდებოდა და როგორც ხდება ახლა რუსეთში დაუშვათ იქ ყველა ჩაბარებული აქვს მილიარდერს ისა გუნდი და ისინი იუვლიან გუნდებს რა. აქაც კიდე უნდა ვეხვეწოთ რომ გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე. 3 თვე აქ ვარ და ამას ლაპარაკო ყოველდღე რა. მოდით ხალხო, გვერდში დაგვიდეკით რა. გახედეთ, გუნდები ბოლო ადგილზე არიან, დარჩენაზე ფიქრობენ, მაგრამ სტადიონები გაჭედილია რა. ვერ გავიგე ისინი რა. მაგრამ ჩვენთან ეს მენტალიტეტი არ არის რა, რომ მე მიყვარს ჩემი მარტო ის კი არ არის რომ მე მიყვარს ჩემი თბილისი დავიწერო აქ და ვიარო. ის უნდა დაანახო იმაშიც რომ გიყვარს რა. მარტო დაწერა და ის არ შველის არაფერს. საქმეთ უნდა დაამტკიცო ის. და არა ის მარტო ლაპარაკი და ლაპარაკის ზრუნვად გადასულები რა. სიცხვილეა მეტი კი არაფერი რა. სიცხვილეა კი პირველი სიცხვილე ჩვენ ბეჭებზეა, ჩვენ იმაზეა რომ ესეთი რაღაცა იმან, ნუ თვითონ სიტუაცია იქამდე მიდის, რომ თითქოს და ეს ავიც ყველანაირად დაბკოლებები ყველანაირი ისა რა, მაგრამ ხალხო ნიჭიერი ერი ვართ რა, ნიჭიერი ერი ვართ ფეხბურთში, მარტო ფეხბურთში კი არა, ყველა იმაში გაიგეთ. ამ ნიჭს დახმარება ჭირდება, მარტო ნიჭი არაფერს არ შველის რა. და ამას თუ ყველანი ერთად თუ არ გავაკეთებთ, ხო? მარტო ერთი და ორი კაცი ამას ვერ გააკეთებს რა. და გულდასაწყვეტი ყველას ეგონა რომ საბჭოთაგავშიდან რომ გამოვედით, ყველას ეგონა რომ საქართველო იქნება ფეხბურთის ბუმი რა. ყველაფერს მიაღწია ჩვენგან რა. ყველაფერს მიაღწია ყველა ქვეყნებმა. მე გუშინ თამაშს უყურებდი რა ქვია მას და იმ გუნდს აქ ნათამაშები ისა რა ქვია მას კონფერენც ლიგა. აი წარმოიდგინეთ, აი იმ გუნდს აქ ნათამაშები კონფერენც ლიგა რა. და კიდევ ერთხელ ვიძახი, დიდი მადლობა ფედერაციას, მადლობა გორის დილას, რომ დათანხმდა, თამაში გადაუდეს. მადლობა იმ გუნდსაც, რომელიც თბილისში ჩამოიყვანეს, რა ქვია იმას, თასის თამაში თბილისში რო ეთამაშად, რა ქვია იმას, არ ვიცი ვის ეთამაშა. მარგვეთი, მადლობა იმ გუნდს, რომ დათანხმდა მაგაზე, რომ აქ ჩამოსულიყო და ეთამაშა, რომ იბერია კარგად მომზადებული იყო, მაგრამ კი, მაგრამ გეუბნები, ეს არ არის სხვას კი არ ვაბრალი, ჩვენ თავს ვაბრალი, იმიტომ რომ ჩვენს ერთ ცუდად მოვიქეცით და ჩვენ არ იმავსქენით, ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ მე კიდევ ვთხოვ ფედერაციას, რომ არავის არ მოусმინოს რა. ესეთ სიტუაციებში, ხო, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გადაიდოს ეს თამაში რა. ამაზე მაქვს ლაპარაკი. თუ გვინდა რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, ეს უნდა იყოს რა. მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ამ შეცდომის გულისთვის მაგრა დავისაჯეთ რა. ღმერთი ყველაფერს ხედავს რა. საბა. პირველ რიგში და მოგესალმებით ის რომ წარმატებს ერთმანეთთან ჩემპიონატში. და ლიდერებზე იყო საუბარი. გალავანო დინამოში თქვენ მისხდათ თავი ლიდერი თუ საერთოდ ყველაფერს ებახსნა. მე ყველას ხედავ ლიდერს, ყველა მინდა რომ ლიდერი იყოს რა. არ მინდა ეხლა რა ქვია იმას დავიწყო აქ რაღაც ისინი. მიუხედავად იმისა, რომ იმაზეც არის ლაპარაკი, რა გვინდა ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი. არა, მინდა ახალგაზრდა ფეხბურთელი. მე ვარ ერთადერთი ტრენერი, რომელმაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელს მივესწი იმის შანსი და ამის ძალიან ბევრს, იმიტომ რომ მინდა ახალგაზრდას მივცენ შანსი რა. მინდა იმ ახალგაზრდამ ამ ფეხბურთის თავის ცხოვრება აიწყოს. მე მყოლია ბევრი ფეხბურთელები, რომლებიც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ამ ხელა დონეზე ფეხბურთს ითამაშებდნენ და ჩემპიონობაც მოიგეს, თასიც, ჩემპიონთა ლიგაც ითამაშეს, ფულიც იშოვეს, გაიგე? მინდა რომ ყველამ ფული იშოვოს, ყველამ ასეთ დონის ფეხბურთი ითამაშოს და მე ყველანაირად გვერდში ამოვდგენ. არ არის პრობლემა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ახალგაზრდაა თუ ისა. თქვენ რა გონიათ, ეხლა მე ლორიაზე რო ვლაპარაკო რა. 3-4 ღამე არ მიზინია, შენ გონიათ რომ ეს ისეთი ადგილი გადასაწყვეტი არის? არა, უნდა მივიღო გუნდის
გუნდი იმია, ჩემი არ არის თბილისის დინამო, რომ წასულში ჩავრჩე რა. მომავალზე უნდა ვიფიქრო. არავის არ უთქია 200 წელი წადი გუნდიდან. ჩვენ უთხარით რომ ესეთი სიტუაციაა და პირდაპირ უთხარით. სულ პირდაპირ მიყვარს ლაპარაკი, მოვლები და ის არ მიყვარს ეს ისა რა ქვემოთ. სამწუხაროდ ჯობი აქიდან ახალგაზრდებს მიცეთ იმის საშუალება, შენ არ იქები ნომერ პირველი მეკარე და აქ ახარ და თუ გინდა ივარჯიშე, თუ გინდა რა, როგორც სხვა ფეხბურთელი ვარჯიშობს და აკეთებს, ისე გააკეთებს თავის საქმეს რა. იქიდან რა ის დირექტივები მოვა ხელმძღვანელობიდან მეტყვიან რა დაждდება დაელაპარაკებენ და გვეტყვიან რა არის ისა რა. თამარა კითხვა. გიო და დავასრულოთ ალბათ უკვე 1 საათია მეგობრებო, მე მგონი ამოვწურეთ თემა გიო გისმენთ და პირველად ბოლო კითხვა ალბათ ის იქნება, თქვით იმას რომ გადავახედავთ რომ მომავალი გეგმები რა არის, რა არის ახლა გუნდის ფოკუსი და ის იქნება ყველაზე თავად მიმართული ახლა თქვენი ყურადღება. რა თქმა უნდა. ეს აუცილებლად შეიძლება პირველ მეკარედ მის განიხილავთ არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები. ჩვენ თუ დაგჭირდა და საჭირო იქნა მოიყვანოთ უცხოელი მეკარე, იმასაც გავაკეთებთ რა. თუ რაც შეეხება ახლა იმას მიზანი რა არის? მიზანი იქ ვართ რა. ჩემპიონატში ვართ. ერთ-ერთი ფავორიტი ვართ. და ეს გვინდა რომ ეს ჩემპიონატი ჩავამთავროთ ისე, რომ გუნდი გახდეს ჩემპიონი. ეს არის პრინციპში რა, თბილისის დინამოშიც არ აქვს მნიშვნელობა ყოველთვის. ერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ის, რომ ჩვენ პირველ დღიდან ირთვით რომ მომოვედით, დავანებოთ ყველაფერს. ჩვენ გვინდა რომ პირველ რიგში თბილისის დინამო გახდეს ამ ქვეყნის ფლაგმანი, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო რა. ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ევროპის თასი მოგებული კლუბი და ყველაზე პოპულარული კლუბი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი არ დადის რა სტადიონზე.